ქუჩაში ქუჩის მუსიკა არც ისე პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ბოლო 1 წელია ქალაქის ცენტრში გამგვლელებისთვის მუსიკას სტუმრად ჩამოსული მუსიკოსი უკრავს. დიდო წულაძე წარმოშობით ლანჩხუთიდანაა. ის 36 წლისაა, თუმცა 20 წელია რაც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავს. დიდო წულაძე ამბობს, მუსიკოსად სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რესტორანშიც მუშაობდა, თუმცა ახლა მუსიკის ღია ძის ქვეშ თავისუფლად შესრულება ურჩევნია. ქუჩაში მუსიკალური ნომრების შესრულება დიდო წულაძესთვის თავისუფლებასთან ერთად ერთგვარი შემოსავლის წყაროა. როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, ქუჩაში დაკვეთ ყოველდღიურად საშუალოდ 20-30 ლარს გამოიმუშავებს. მიყვარს რა ქუჩაში დაკვეთ. მუსიკა მიყვარს ქუჩაში დაკვეთ. დაკვეთ მამა შემოსავლები მე ჩემი გავგზელი. 20 წელია უკვე. როცა მე და მაშინ ვარ, ამდენს მე და ამდენს დავგრა. თავისუფლად ვარ. მუსიკოს დიდო წულაძის ადამიანს, რომელიც ქუჩაში გამგვლელების განწყობისთვის გიტარაზე დაკვეცრუნავს, ქუთაისში უკვე იცნობენ. ქუთაისელების აზრით, ქუჩის მუსიკა პირველ რიგში ადამიანებში დადებით ემოციებს იწვევს და კარგ განწყობას ქმნის. მეორეს მხრივ კი მუსიკოსებისთვის ნიჭიერების გამოვლენის და რეალიზების ერთ-ერთი გზაა. ძალიან მოწონს ხალხს გასწორდეს. და უფრო კარგი იქნება და ქუჩის მუსიკა დამიფარდება. ქუჩის მუსიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ქუჩაში დაწყებული სიმღერა გამხდარა ბევრი ცნობილი მუსიკოსისთვის წარმატების პირველი საფეხური. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არის ქალაქები, სადაც ქუჩაში დაკვრა სრულფასოვან პროფესიად ითვლება და ქუჩის მუსიკოსებისთვის ქუჩაში დაკვრა სპეციალური ნებართვის გარეშე დაუშვებელია.